გამარჯობათ. მე ვარ ხათუნა ლოლაძე, პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგი და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ალერგიული რინიტის თემა. ეს არის ძალიან აქტუალური ახლა, მით უმეტეს აპრილის თვე არის და ალერგიული რინიტი არის მძვინვარებს, ასე ვთქვათ. როდესაც მოდიხართ პედიატრთან, შეიძლება გქონდეთ ვირუსული ინფექციის, ასე ვთქვათ, სიმპტომები. ეს შეიძლება იყოს ქავილი, ცხვირის ცემინება, გამონადენი ცხვირიდან, რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით. ამ შემთხვევაში უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ გაქვთ ალერგიული რინიტის სიმპტომები და არა ვირუსული ინფექციის. ეს რომ გავიკოთ, რა გაქვთ, ამიტომ უნდა მოხვიდეთ პედიატრთან, რომ ძირითადად ჩახედოს ყელში, მოისმინოს ფილტვები, ცხვირი, თვალის მიდამო დათვალიერდეს, იმიტომ რომ ალერგიულ სეზონურ ალერგიას, რა თქმა უნდა, ახასიათებს ასევე თვალის, ასე ვთქვათ, შეშუპება, ცრემლდენა დიდი რაოდენობით. როდესაც თქვენს ბავშვს აღენიშნება რინიტი და ეს ყოველწლიურად მიმდინარეობს, ეგ იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკვე უნდა იცოდეთ, რომ ბავშვს ამა თუ იმ თვეში ეწყება ეს რინიტი, განსაკუთრებით ეს რინორეა, ანუ ცხვირიდან გამონადენი და ამ შემთხვევაში თქვენ უკვე 2-3 კვირით ადრე იწყებთ აი ამ რინიტის საწინააღმდეგო მიმართულებას. ყველა ყვავილს თავისი სეზონი აქვს. იწყება თებერვლიდან, მარტი, აპრილი, მაისი. კვიპაროსი არის ძალიან ესეთი მავნე ალერგენი, რომელიც იწვევს კონიუნქტივიტსაც, აი ამ შემაწუხებელ ცემინებას იწვევს, შემაწუხებელ სუნთქვის გაძნელებას იწვევს. ზოგ ბავშვი, აქაც მინდა რომ გითხრათ, ზოგ ბავშვში იწვევს ეს რინიტი. შემდეგ რთულდება ხოლმე ბრონხიტით. იქამდე რომ არ მივიყვანოთ და ინჰალაციები რომ არ დასჭირდეს, ამიტომ მივიყვანოთ დროულად პედიატრთან და დავიწყოთ დროული შეფასება, რინიტი იქნება თუ ეს ვირუსული ინფექცია იქნება და შესაბამისი მკურნალობის დაწყება. ესეთი სპეციფიკური იმუნოთერაპია არის ალერგენის საწინააღმდეგო, არის წვეთების სახით ინიშნება. ეს ამას აკეთებს ალერგოლოგი. ეს პედიატრის კომპეტენცია არ არის, უბრალოდ პედიატრი მიგანიშნებთ, რომ თქვენთვის ეს საჭირო იქნებათ. დაახლოებით 3 წლამდე დაგჭირდებათ აი ამ იმუნური თერაპიის მიღება წვეთების სახით და რა თქმა უნდა, უფრო გაუადვილდება ბავშვსაც და მშობელსაც, რომ გადაიტანოს ეს ამა თუ იმ მცენარის საწინააღმდეგო თერაპია. ოღონდ ეს თერაპია კეთდება არა მაშინ, როცა უკვე სეზონური ალერგია გეწყებათ და რინიტის სიმპტომები გაქვთ. ეს იწყება ბევრად უფრო ადრე. დაახლოებით ესე სექტემბრისთვის შემოდგომაზე დგინდება, იწყება წვეთების სახით და მე შემდგომ ამ გეგმას გიწერთ უკვე თქვენივე ალერგოლოგი. რა თქმა უნდა, ანტიჰისტამინური პრეპარატი ინიშნება უკვე თქვენი პედიატრის მიერ, იმიტომ რომ არის პრეპარატებზე, რომელიც არის ალერგიული, ვთქვათ, უფრო არის შედეგი ამა თუ იმ პრეპარატზე. ისეთი პრეპარატებიც არის, რომელიც ძილიანობას იწვევს, ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაწყობს. ეხლა ძალიან ბევრი ანტიჰისტამინური პრეპარატები არის, რომელიც არის მეორე-მესამე თაობის და უფრო მეტად ვიყენებთ მეორე-მესამე თაობის ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, რომელზეც გვაქვს დიდი შედეგი და ეს უკვე თქვენი პედიატრი დანიშნავს, თქვენი პედიატრი იქნება უკვე საქმის კურსში,